გამარჯობა YouTube, როგორც იქნა დაბრუნდი და დღეს განვიხილავთ კომპიუტერული თამაშების 5 დადებით და 5 უარყოფით მხარეს. 21 საუკუნე ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეა. ამ საუკუნის ბავშვებს და თინეიჯერებს ვერ წარმოუდგენიათ სამყარო მობილური ტელეფონების, ინტერნეტის, ჩატების და ვიდეო თამაშების გარეშე. ახალგაზრდები კვირაში საშუალოდ 53 საათს ატარებენ მედიასა და ტექნოლოგიებთან ურთიერთობაში. ეს თაობა უფრო მეტ დროს ატარებს ეკრანებთან, ვიდრე სხვანების მიერ საქმიანობაში, სკოლის, ოჯახის, სპორტისა და ძილის ჩათვლით. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმ გავლენებზე, რასაც ახალი ტექნოლოგიები ახდენენ თანამედროვე ახალგაზრდობაზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უფროსი თაობისგან უფრო ხშირად ნეგატიური განწყობა ფიქსირდება. ამ ნეგატიური განწყობის ყველაზე დიდი ნაწილი მაინც ვიდეო თამაშებზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით თუ რა ჩანს ზედაპირულად, ბავშვებში მომატებული აგრესიის მიზეზად ძირითადად ვიდეო თამაშები და მედია სახელდება. თუმცა ოფიციალური კვლევები მაინც და მაინც არ იზიარებენ ამ შეხედულებას. გადავიდეთ კომპიუტერული თამაშების მინუსებზე. თამაშები იწვევს დამოკიდებულებას. ეს უფრო მითია, ვიდრე რეალობა. ყველაფერი დამოკიდებულია თავად ადამიანზე. თუ მას სურს თამაში, ის ითამაშებს. თუ არა, მაშინ თავად აირჩევს მომენტს, როდესაც შეჩერდება. მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდა თაობამ არ იცის ეს ზღვარი. იგივე შეიძლება ვთქვათ ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანზე. თამაშები ანგრევს ბავშვების ფსიქიკას. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ პირველკლასელი, რომელიც ითამაშებს მაგალითად Dead Space, სადაც ნაჩვენებია მაქსიმალური სისასტიკე და ყოველი მხრიდან შდებიან ნეკრომორფები, დაენგრეს ფსიქიკა. აქ უფრო მშობლები არიან დამნაშავე ვიდრე ბავშვები, რადგან ისინი უნდა დააკვირდნენ იმას, თუ რას აკეთებენ მათი შვილები კომპიუტერთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოციალური პრობლემები. ბავშვებს, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ძირითადად არ ყავთ ახლო მეგობრები. არ არიან ჩართულნი ოჯახურ ურთიერთობებში. ხშირად არიან მარტოსულები და დეპრესიულები. ბავშვები, რომლებიც ძირითადად აგრესიული კომპიუტერული თამაშებით ერთობიან, გამოირჩევიან აგრესიული ქცევებით. მათ ეკარგებათ უნარი რეალური ცხოვრების და სიმულაციის განცდის და გარჩევის. გაზრდილია ისეთი მენტალური დაავადებების რისკი, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ყურადღების დეფიციტი, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოსი და ასე შემდეგ. შედეგად ყოველი მე-6 კანადელი ბავშვი იღებს ფსიქოტროპულ წამლებს. კომპიუტერისადმი დამოკიდებულება აღინიშნება როგორც ფსიქოპათოლოგიური დამოკიდებულების ცალკე სახე. დღესდღეობით შექმნილია რეაბილიტაციის ცენტრებიც კი. პრობლემა განსაკუთრებით სერიოზულად დგას ჩინეთში და იაპონიაში, სადაც კომპიუტერზე დამოკიდებული მოზარდების სპეციალური ყაზარმები შემოიღეს. თამაშები ხალხს აყალიბებს ბოროტ მოქმედებად. ესეც ერთ-ერთი მითია. აგრესიულები ხდებიან არა თამაშების ან მისი სიუჟეტის გამო, არამედ იმიტომ, რომ თამაშები ჭედავს. თითქოს სპეციალურად ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. ამის გამო ბევრი მოთამაშე იწყებს ყვირილს, ნერვიულობას და გინებას. ნაცნობი სიტუაცია. თამაშები გძალავს ფულს. აი ეს კი ნამდვილად სიმართლეა. მრავალი ჟანრის თამაში გთხოვენ ფულს იმაში, რომ ვითამაშოთ მათ სერვერზე. ამასთან ეს არ არის არც 5, არც 10 დოლარი. ზოგჯერ ფასი აღწევს $100, თუ არა მეც. აღსანიშნავია თამაშების ბეტა ვერსიები, სადაც დეველოპერები გვთავაზობენ თამაშის 30 დღიან სასწრაფო ვერსიას. საქმე იმაშია, რომ ისინი ხშირად არ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ 30 დღიანი უფასო ვერსიაა. ახლა კი გადავიდეთ პლუსებზე. განათლება. კომპიუტერული თამაშები გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ისტორიაზე. მაგალითისთვის ავიღოთ თამაშების სერია Assassin's Creed, რომელიც მოგვითხრობს ტამპლიერებსა და ასასინებს შორის შიდა ომზე. გარდა ამისა, თამაშების მეშვეობით შეგვიძლია გავერკვეთ სამხედრო სტრატეგიებში, ნახოთ ინფორმაცია სამხედრო ტექნიკაზე. ნუ დაგვაუწყდება ისიც, რომ ბევრმა გეიმერმა ისწავლა უცხო ენა, სწორედ თამაშების მეშვეობით. თამაშები გვეხმარება კომპიუტერის უკეთ შესწავლაში. თუ კომპიუტერი გაფუჭდა, თამაშს ვერ ვითამაშებთ. გეიმერი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პრობლემა მოაგვაროს. ამის წყალობით მოთამაშეს უშნდება სურვილი გაიგოს მეტი კომპიუტერებზე, მის ნაწილებზე, ოპერაციულ სისტემაზე და ასე შემდეგ. გართობა. თამაშები ხომ სწორედ ამისთვის შეიქმნა, რაჯობია მეგობრებთან ერთად ონლაინში თამაშს. გარდა ამისა, მოთამაშეს არ სჭირდება გასართობად ღამე გაურკვეველ ხალხთან სიარული, ალკოჰოლი, ნარკოტიკები და მოსაწევი. სამყაროების გადასარჩენად ერთი ჭიქა ყავაც კმარო. ან ვითარებს რეაქციას და ყურადღებას. ონლაინ თამაშებში წარმატების მისაღწევად აუცილებელია კარგი რეაქცია. თუ დააკვირდებით გამოცდილ გეიმერებს, ნახავთ, რომ ისინი მომენტალურად რეაგირებენ ეკრანზე მოწინააღმდეგის გამოჩენისას. ეს რა თქმა უნდა აისახება რეალურ ცხოვრებაშიც, მაგალითად მანქანის მართვისას. თამაშები ანვითარებს ლოგიკას და ჯგუფური მუშაობის უნარს.
Ონლაინ თამაშებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონტაქტი გეიმერებს შორის. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გუნდის წევრებთან საერთო ენის გამონახვა, გეგმის შემუშავება, ერთობლივი მოქმედება გამარჯვების მოსაპოვებლად. ჩემი მხრიდან კი მინდა დავამატო ერთი რამ. კომპიუტერული თამაშები შეიქმნა პირველ რიგში ჩვენს გასართობად. თუ გვეცოდინება ნორმა, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და არანაირი საფრთხე არ დაგვემუქრება. მინდა გირჩიოთ, რომ თამაშების გარდა კიდევ იპოვოთ რაიმე სხვა ჰობი. ჩემ არყოფნაში უკვე ავსულ ვართ 2000 გამომწერამდე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ თქვენგანს. ამაზე უკვე სხვა ვიდეოში ვისაუბრებ. ახლა კი მინდა გთხოვოთ ერთი რამ. ჩემს მეგობარს Smash the Brutes Perfect English. ხოლ აქვს დაბადების დღე. მოდი გავუკეთოთ საჩუქარი, გადავიდეთ მის არხზე და გამოვიწეროთ. სულ რაღაც 1000 გამომწერამდე უნდა ავიყვანოთ ეს ადამიანი. მოკლედ, გადადით, გამოიწერეთ აუცილებლად მოგეწონებათ. მადლობა კიდევ ერთხელ და მომავალ შეხვედრამდე.